მოგესალმებით. დღეს არის 31 მაისი. ვატარებთ საველე გამოცდას ნორიოში. დღეს უნდა ყოფილიყო 5 ძაღლი, მაგრამ ერთმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა და გამოიცდება 4 ძაღლი. შევეხოთ ორი სიტყვით გამოცდის წესებს. გაკიდებაზე ავტომატურად დისკვალიფიცირდება ძაღლი და იხსნება. 10 მეტრამდე არის დასაშვები. ნუ შესაბამისად თუ 10 მეტრამდე 10 მეტრთან ახლო გაეკიდეს, ნუ ქულები აკლდება. უკეთესი არის ამოყვანის დროს დარჩეს ძაღლი ადგილზე. ან მაქსიმუმ ერთი ნაბიჯი გადადგას. ასევე სამ შეცდომაზე, ეს არის სამი შეცდომა. ფრინველის გამოტოვება, ფრინველის დაფრთხობა. არასანადირო ობიექტზე ნაბული ან ზედმეტი ყურადღება. სამ შეცდომაზე ძაღლი იხსნება. ცრუნაბულებზე, ორ ცრუნაბულზე და მომდევნო ერთ ნებისმიერ შეცდომაზე მოიხსნება ძაღლი, იმიტომ რომ ცრუნაბულზე სიზუსტეში უკვე ორ ცრუნაბულზე 6 ქულაზე ჩამოუვა სიზუსტე და 6 ქულის დაბლა დიპლომი აღარ იწერება. ასევე ძაღლი იხსნება თუ პატრონიდან გავიდა კონტაქტში ან მეძახის ძაღლს და არ მოდის ძაღლი. ექსპერტთა ჯგუფს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მოგთხოვოთ ძაღლის მოყვანა და სატარებელზე ჩაბმა. შეიძლება საჭირო იყოს ან გადამჯდარ ფრინველზე მიყვანა ან რაღაცა და რომ ზუსტად ასე ვთქვათ დავაფიქსიროთ გადაჯდომის ადგილი და შემდეგ გქონდეს მუშაობა. ეს არის ორი სიტყვით, დანარჩენს რომ დავამთავრებთ, მერე კიდევ გეტყვით რა როგორ რანაირად. წარმატებებს გისურვებთ ყველას. ახლა ჩავატარებთ წილისყრას და რიგითობის მიხედვით გამოვხვალთ ისეთ რომელი ნომერი შეგხვდებათ.
დავასრულეთ საველი გამოიცადა 4 ძაღლი. პირველ რიგში მადლობა მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფ თენგოს, იმიტომ რომ ძაღლის კარგი ყავს და პირველ რიგში არ იზარებს. მეორედ არის ამ ტრედიიდან ჩამოსული საველისთვის. და ეს დასაფასებელი არის და ძალიან კარგია რომ ესეთი მოწადინებული არის. დავიწყოთ ახლა უშუალოდ ძაღლებზე საუბარი. პირველი იყო თენგო მოსიძის ძაღლი, ჯესი. გაშვებისთანავე კარგად ენერგიული სვლით დაიწყო. ასე ვთქვათ, სუძებნაში იყო ჩართული. არც ხშირი ჩარევები არ ყოფილა პატრონის მხრიდან. იყო დადებითი მუშაობა, საკმაოდ ლამაზი ნაბულით, მაგრამ სამწუხაროდ გამოეკიდა და მოიხსნა საველი გამოცდიდან. ძაღლი კარგია, პოტენციალი აქვს, აუცილებლად აიღებს ეს ძაღლი საველეს, ცოტა პატარა ჩარევები ჭირდება და იზავს ყველაფერს. შემდეგი ძაღლი იყო მუზაშვილი თენგოს ძაღლი, ჯესი ესეც. სამწუხაროდ ჯესი უფრინველად დაგვრჩა, ვერ ნახა ფრინველი. მესამე ძაღლი იყო ვლადიმერ ბაკურაძის ლედი. ამ ძაღლმა, ასე ვთქვათ, ორი დადებითი მუშაობა გვაჩვენა. სასურველია რომ უფრო სწრაფად ირბინოს და უფრო დიდი არეალი აითვისოს, ანუ გასვლას გულისხმობ ორიო მხარეს. ძირითადად ეგ არის დამოკიდებული პატრონზე. ანუ პატრონს როგორც აწყობს, ისე აყენებს ძაღლსაც რა. უნდა ახლოში ამუშავებს, უნდა საშუალო მანძილზე, უნდა შორ მანძილზე. მაგრამ სასურველია რომ ცოტა მეტზე გავიდეს. ორი დადებითი მუშაობა ჰქონდა. პირველ მუშაობაზე, ასე ვთქვათ, მანძილის განსაზღვრა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ძაღლი წაეტანა, ფრინველი გამოძრავდა. ახლოს იყო სადიპლომო მანძილთან, წავიყვანეთ მეორე ფრინველზე, მეორე ფრინველი იპოვა, დაამუშავა, დადგა ნაბულზე, ამოიყვანა. ამ ძაღლმა მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი, გილოცავთ. და მეოთხე ძაღლი, ჯავახიშვილი ვასიკოს ძაღლი, კარგი ძაღლია, იგივე გეხება შენც რაც უთხარი, სასურველია რომ ცოტა სწრაფად და ცოტა გაშლაზე. ძაღლი ორივეს კურცხარების პატრონებს, ორივეს კარგად უჯერებენ და ამას ყველას გასაგონად ვიტყვი ამ ორ ძაღლსაც ეხება და დღეს ვინც იყავით ყველას. ამ ზედმეტი ნახე სახილით ძაღლს ნუ აიძულებთ რომ ჩავიდეს კვალზე სამუშაოდ. მეძებარი ძაღლისთვის ეს არის ცუდი. ანუ მეძებარი ძაღლი ტერმინი რო გამოვიყენოთ ესეთი ცოტა უხეში არ უნდა ქეკავდეს რა და ძაღლს აი ეტყობა რომ არ უნდა იმისი გაკეთება, მაგრამ ასე ვთქვათ პატრონს ხათრს ვერ უტეხავს და ამ ნახეს მე ყოფს ამ თავს დაბლა. ხო და კარგი იქნება ამას თუ გამოვასწორებთ ყველანი, იმიტომ რომ თქვენთვისაც და ჩვენთვისაც გაცილებით ლამაზი სანახავი არის, როცა ძაღლი თავაღერილი და არის ლაღად დარბის, მინდორს თანაბრად ითვისებს, ორივე მხარეს თანაბრად გადის, გაცილებით ლამაზი სანახავი არის და ათვისებითაც მინდორს გაცილებით კარგად ითვისებს ძაღლი. ამ ძაღლსაც ორი დადებითი მუშაობა ჰქონდა. პირველ მუშაობაზე პატარა ლტოლვა ჰქონდა, დადგა ნაბულზე. ამოიყვანა ფრინველი. მანდაც ასე ვთქვათ, აი ისე იყო, რომ ასე ვთქვათ, თლათ გადაწყვეტილად არ იყო რა სადიპლომო მანძილი, წავიყვანეთ გადამჯდარი დაამუშავა, იპოვნა, ზუსტად დავინახეთ სადაც და ვიცოდით, დაამუშავა გადამჯდარი ფრინველი და ამ ძაღლაც მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი. გილოცავთ და რა ვიცი, უკეთესი იქნება ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, ესეთ აქტივობებში კლუბთან ერთად თუ გამომყვანები არ იქნებიან ჩართულები, რაც უფრო მეტი იქნება, უფრო უკეთესი არის. ჩვენ არ გვეზარება, არ დაგზარდებით არასდროს. თავარია მონდომება თქვენი მხრიდან და ჩვენ არ დავაკლებთ, ასე ვთქვათ, თქვენ მონდომებას, ყურადღებას აუცილებლად ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით. ვისაც პასპორტები გაქვთ, ჩაგიწერთ შეფასებებს.
მოგესალმებით გამოფენაზე. აუცილებლად, აბა. მოგესალმებით, არხის გამომწერებო. შვენიერი საველე გამოვიდა პატარა, იმიტომ რომ 4 ძაღლი გამოიცა და სულ დაიწერა 2 დიპლომი, მართალია მაღალი ქულებით არ დაიწერა, მაგრამ ჰქონდა ძაღლებს მუშაობები, ფრინველთან შეხვედრა. 2 ბრიგადად ვიყავით გაყოფილები, ნაწილი ერთ მხარეს წავიდა, ნაწილი მეორე მხარეს. იქეთ არ ვიცი რა მოხდა, მგონი იქაც დაიწერა დიპლომები. ეხლა გამოვოდით მე და ნინა ცოტას ვივარჯიშებ. შვენიერი გრილი ამინდია. ნიავი არ აქვს საერთოდ, მაგრამ ნახოთ, ბევრი მინდორი და სივრცე დარჩა, სადაც ძაღლები არ გვიტარებია. იქნებ ჩვენ შევხვდეს ფრინველი, იქნებ შევიხვედრით რა. აბა დროებით. ხმები თავიდან კარგად ისმოდა, ახლა ხმებით შეწყდა. წლის ქუთქუთი არ ისმის რა, მაგრამ ვნახოთ. იქნება შევიხვედროთ ფრინველი, თუ ვნახეთ რა ამუშავა. კარგი თუ არა და ვარჯიში გამოგვივა რა, დაახლოებით 9 საათი 40 წუთი ვირბენ. მერე ვნახოთ აბა რა იქნება. ნიავი არაა საერთოდ, მაგრამ რავი, სირბილით ნორმალურად არგის, ანუ პარალელებს კარგად თალაგებს. შეიძლება ოდნავ იქედან იგრძნობოდეს, ოღონდ ძალიან ოდნავ რა. ой. მოწმობს რაღაცას. მალევე უნდა მოეხსნა სამ დროს, თავი არ უნდა ჩაყოს, არ უნდა გაქიქოს. გადამოწმების დროს დროულად უნდა მორჩეს მოეშვას რა. წამოაბა ზევით ავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ 16 წუთია ჯერ ფრინველი არ გვინახავს, კარგად დარბის რა, ანუ მანძილს კარგად ფარავს, ანაბრად გადის მარჯვნივ და მარცხნივ. არა ნინა, ხო, დაანებით. წავიდა ამონიაობისთვის ეს ძალიან კაი შედეგია რა. კი ქონდა რამოდენიმე შეცდომა. მარცხენა მხარე შიგნიდან დაუტრიალდა ორჯერ, მაგრამ ძირითადად სწორად დარბის რა. მანძილი, ანუ პარალელებს შორისაც არ არის ძალიან დიდი. და რავი, რა მანძილზეც გადის მარჯვნივ და მარცხნივ. თანაბრად გარბის, კარგია. მოდის ნელა ფორმაში. და გამოცდაზე რავი, არ მთავერნებას რომ 3 დიპლომი აქვს რა და იქნებ რომელიმეზე სიციშვილის შეჯიბრებამდე იქნებ ჩავეწერო და 1 დიპლომი კიდე მივამატოთ 3 დიპლომს რა. ეხლა მე მოუტრიალდი.
ზურგი შევაქციე და არანაირი დაძახებით, არანაირი ამის ჩვენებით უნდა გადმოეწყოს და შემწინ დაიწყოს სირბი. ეგრეთ შვება რა. ეგ აუცილებლად უნდა ასწავლოთ, რომ ლეკობაში რომ თქვენი არის ესეთი ენა, ანუ სხეულის ლენა რა, body language ქვია, რომელსაც საღლები კარგად იყენებენ. ანუ ბევრ რამეს თქვენი ტანის მოქმედებით ხდებიან რა და ესეც ნადირობაში ძალიან გამოსადეგი ფაქტორია, რომ იქეთ წავიდეს და იმუშაოს ზაღმა, რა მიმართულებითაც თქვენ მიდიხარ და გაქვთ ცორული და არა ისე რომ ირბინოს და უაზროთ, ანუ თქვენზე უნდა იწყობოდეს რა. რა შეიძლება ითქვას? მოკლედ, ესე იგი, წინა ხუთშაბათს ვიყავით საველე გამოსადა თელადგურში. ეგ ვიდეო არ დამიდია, იმიტომ რომ დიპლომები არ დაიწერა, გამოიცადა 6 ზაღლი და ფრინველი ვერ ნახეს, ანუ არ ქონდა დადებითი შეხვედრა თელადგურში. ბოლოს რო ვიყავით იმასთან შედარებით საველე გამოცდისთვის ძალიან ცუდი პირობა იყო. ფრინველი ვერ ვნახეთ, რამოდენიმე ფრინველი ნახეთ, მაგრამ ზაღლმა ვერ დაამუშავეს. რაც შეეხება აქ ნორიოს, 2 დიპლომი დაიწერა, როგორც ეღან ვიდეოში ვნახეთ, მაგრამ ხალხი იყო და ყველა ფრინველი შეიხვედრა რა. მართალია ხო მედანინამ ვერ ნახეთ, ფრინველი სულ დაახლოებით 35 წუთივე არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფრინველი სადღაც გაქრა რა. ანუ ფრინველი არის, ჯერ კიდე არის პირობა იმის, რომ წაღლები გვეშოთ, ლეკვები ვატაროთ, მოვამზადოთ საველე გამოცდისთვის თუ არა ციციშვილისთვის რა. თუ არა და უკვე უფრო მაღალ მთიანში შეიძლება ვეძებოთ ფრინველი, სადაც უფრო მეტად სიცივე სიგრილია, უფრო მეტი ფრინველი შეიძლება იქ იყოს რა. ვფიქრობ კიდე ერთ ლოკაციაზე წასვლას, ნახოთ იმ კვირაში როგორ შევძლებ, უფრო კახეთისკენ, იქ ვნახავ რა სიტუაცია და იმასაც გადავიღებ, მაგრამ ეს გამოსვლა 30-35-40 წუთი აქტივობა მაინც აუცილებელია რა. ფრინველთან არ შეხვედრის გარდა ძალიან ბევრ რაღაცას ფილტრავს გონებაში, ცხვირში, ძაღლი ამ პერიოდში. ამიტომ უნდა ვიაროთ ჯერჯერობით, სანამ ბუდეზე დაждდება. ბუდეზე როცა ფრინველი დაждდება, როცა ნახავთ ბუდეს კვერცხებიანს, უნდა მოვეშვათ მინდორში სიარულს, იმიტომ რომ საშიშროება არის, რომ ის ბუდე დავაზიანოთ და კვერცხები დავამტვრიოთ. ნინა, სით თხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ჩემი ვიდეოები, აბა დროებით. ოკეი, წამ.